საქართველოში შობადობის რაოდენობა საგრძნობლად მატულობს. მხოლოდ გორში გასულ წელთან შედარებით შობადობის სტატისტიკა 40%-ით არის გაზრდილი. სამშობიარო სახლებში შობადობის მატებას, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას და ადამიანებში ცნობიერების დონის ამაღლებას უკავშირებენ. ნიკა გაბლიშვილი მუშაობდა თემაზე. მაია საბანაშვილმა თამარი და რობი ბერიძეები ქვეყანას სულ რამოდენიმე საათის წინ მოავლინა. მაია ამბობს, რომ ეს მისი პირველი მშობიარობაა, თუმცა სურვილი აქვს, რომ მომავალში კიდევ ერთი შვილი გააჩინოს. შეგვეძინა ღამის პირველი 15 წუთზე საკეისრო კვეთით მოხდა. არიან ჯანმრთელები, დაიბადნენ 2900 გოგო, 2800 ბიჭი. და ვართ ბედნიერები. მაია საბანაშვილის მსგავსად შვილების დაბადებით გახარებულები არიან სხვა მშობიარე ქალებიც, რომლებმაც პატარები რამოდენიმე დღის წინ მოავლინეს ქვეყანას. ზოგი მათგანი შვილის გაჩენას კიდევ აპირებს, თუმცა ელისო კარიჭაშვილი ამბობს, რომ ალექსანდრე მისი მესამე შვილია და მეც აღარ გააჩენს. წონა დაიბადა 3.800. მესამეა და საკმარისია. ეს არის მესამე ბიჭი ალექსანდრე. მოევლინა 27 ივნის. და ვართ ძალიან ჯანმრთელი, კარგ გარემოში, კარგ მედპერსონალში და ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. მომავლისთვისაც თუ ღმერთი მოგცემს კი ბატონო, მეოთხეც გვეხოლება. შობადობის სტატისტიკის მატებაზე საუბრობენ გორის სამშობიარო სახლებში. ჯუმბერ გოგიაშვილის სახელობის კლინიკაში და დედათა და ბავშვთა ცენტრში ამბობენ, რომ წინა წელთან შედარებით შობადობამ 40%-ით მოიმატა. წინა წელთან შედარებით შობადობა აშკარად მომატებულია, დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი შობადობა. საშუალოდ მშობიარობა მაინც მშობიარობა როგორც პირველად მშობიარობა, ისეთ განმეორებით მესამე მშობიარობა და მეოთხეც. ზოგადად საქართველოში მომატებულია შობადობა, ეს არის დამსახურება ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამისა უფასო მშობიარობის თაობაზე. როგორც ყველგან, ასევე ჩვენს კლინიკაში მოიმატა შობადობის რაოდენობა, მწუხელის მაგალითად 7 მშობიარობა იყო. იმისათვის, რომ შობადობა გაიზარდოს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის იანვრიდან სოციალური დახმარების პროგრამა შეიმუშავა, რაც ყოველ მესამე შვილზე ფულად დახმარებას გულისხმობს. ფულად დახმარებას ითვალისწინებს მერიის სოციალური პროგრამაც. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებობს ესეთი სოციალური დახმარების პროგრამა, ერთ-ერთი მუხლი, ეს არის მუხლი ნომერი 14, რომელიც ითვალისწინებს მრავალშვილიანი დედების დახმარებას. მათ შორის არის კიდევ დახმარება შობადობაზე, ეს არის მესამე შვილის დაბადებაზე 300 ლარით დახმარება, ერთჯერადი დახმარება და მეოთხე შვილის დაბადებაზე 400 ლარით დახმარება. მერიის პროგრამის ბავშვებში, თქვათ აქამდე თუ იყო 2014 წელს დაბადებული მეოთხე ბავშვი, ახლა არის 2000 აღარ აქვს მნიშვნელობა, 4 შვილი უკვე მრავალშვილიანად ითვლება და ყოველ თქვათ 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები უნდა იყვნენ და ამ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე. გორის დედათა და ბავშვთა ცენტრში გასულ წელს 1034 ბავშვი დაიბადა. 2015 წლის ბოლო 5 თვის მონაცემებით კი ქვეყანას მხოლოდ ამ სამშობიარო სახლში 467 ბავშვი მოევლინა. თითქმის იდენტურია ჯუმბერ გოგიაშვილის სახელობის სამშობიარო სახლში დაბადებულთა რაოდენობაც.